აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა. გაბაიძის თქმით, გარკვეული პერიოდი ის უმაღლესი საბჭოს რიგით წევრად დარჩება, შემდეგ კი სამომავლო კარიერაზე იფიქრებს. რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება? ჟურნალისტების ამ შეკითხვაზე დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ ამაზე დიდი ხანია ფიქრობდა. როგორც ის განმარტავს, გუნდთან თვეების განმავლობაში გადიოდა კონსულტაციებს. მას ასევე ჰკითხეს, იყო თუ არა მისი ესნაბიჯი სულხან თამაზაშვილის მოთხოვნა და უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც 2025 წლის 4 აპრილს გადადგა. 7 ივლისს კი სავარაუდოდ თვითმკვლელობას სცადა. გაბაიძის მტკიცებით, ეს მისი სუბიექტური გადაწყვეტილებაა და რიჟვაძესთან კავშირში არ არის. სურს გავაკეთო განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ბევრისათვის ეს ფაქტი უკვე ცნობილია პრაქტიკულად, თუმცა სამართლებრივი პროცედურაა, რომ ეს განცხადება საჯაროდ უნდა გაკეთდეს, შესაბამისად ვაფიქსირებ ჩემს ამ პოზიციას. გადადგომის განცხადებასთან ერთად მე მადლობა მინდა უთხრა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურ გუნდს. მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებით პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძე ვახსენეთ. მე მინდა ვთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი მე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მანამდე კიდევ ერთი თავრობის თავმჯდომარე იყო თქვენიცით. აქედან გამომდინარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არ ამგონია, რომ სწორი იყო. დავით გაბაიძე 2016 წლიდან ზედიზედ 3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო.